მართლმა დიდებულმა რუსეთმა 1811 წელს გააუქმა 12 საუკუნოვანი ქართული ავტოკეფალიური ეკლესია და აკრძალა ქართული ღვთისმსახურება. დახურა 15 მონასტერი და 860-ზე მეტი ეკლესია. რუსულმა ეკლესიამ შეათეთრა ქართული ფრესკებით მოხატული ტაძრები და მონასტრები. საქართველოს ეკლესიას ჩამოერთვა 140 მილიონი მანეთის ქონება. რუსმა ეგზარქოსებმა გაყიდეს იმერეთის საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა. მათ იმერეთის საკათალიკოსო სამოსიც კი გადარწვეს, საიდანაც 4 კილოგრამამდე ოქრო გამოადნეს. მთლიანად დაწვეს ქართული ეკლესიის კანონებისა და დადგენილებების არქივი, რაც გადარჩა, ტყვარში გადაყარეს. 1886 წელს თბილისის გუბერნიის რუსმა ეგზარქოსმა პავლემ დასწყევლა ერთმორწმუნე ქართველი ერი. გახსოვდეს შენი ისტორია.